შენი დრო ამოიწურა. ახლა მითხარი. აზიზ ტოპრაკი თუ? კენანი. ძალიან გტყივა. მითხარი, აზიზ ტოპრაკი თუ კენანი? არ გინდა გთხოვ? შენ თუ ვერ იღებ გადაწყვეტილებას, მე მივიღებ შენს მაგივრად. კარგი. არ წახვიდე. კარგი გისმენ. აზიზი. ვიცოდი რომ მას ვერ არჩევდი. ასე ხო? ის ვერ ჩააგდეს ცეცხლში. რაც გინდა და ის გავაკეთე, თავი დამანებე. შენი ხელებით უშვებ ციხეში მამას, რომელსაც ამდენი წლის შემდეგ შეხვდი. იქნებ ყველა ვისაც შენსავე თუ ყვარს ის განადგურდება. ვის გამოაკეთებ ამას, კენანის გამო? ვერაფრით ვერ ამბობ, მასზე უარს. მისი ბრალი არ არის. შენი პრინციპების გამო სხვის ცხოვრებებს ანადგურებ. აცნობიერებ ამას და ისე აგდებ შენს დას ცეცხლში. შენთვის სულ ერთია რომ ცუდად გახდება. დედა შენს რა დაემართება? წლები ელოდებოდა მას, ახლა შეხვდა მას კითხე? ამბობ რომ ცუდი ვარ, მაგრამ ჩემნაირი ცუდი ხარ შენც. ჩემნაირი ცუდი. რა ადამიანი ხარ ასეთი? დედა შენი გარდაიცვალა, დედა შენი. მის სიკვდილსაც კი იყენებ. ასეც ოლუკა და ეს რას ნიშნავს? ორივე ჩვენი ამბიციების გამო სხვის გრძნობებს ვერ ვაფასებთ. ორივე ერთმანეთს ვგავართ. ამიტომ ერთმანეთს ვიმსახურებთ. არ შენ ხარ ანგელოზი. ის რამაც 26 წლის წინ დაგვაშალა, ჯერ კიდევ ჩვენ შორის დგას. გული თუ მიისწრაფლის, ხელი ვერ მიდის ამ ბეჭედთან. იმდენი ხანი მელოდებოდი რომ მზად ვარ მთელი ცხოვრება გელოდო. თავარია სიტყვა მომეცი რომ გიყვარ ვარ. ვირდები რომ იმ დღეს როცა ტვირცა და გვარს რომელიც ხალილმა დამიტოვა მოვიშორებ, შენთან დავბრუნდები. არასდროს არ მოვიხსნი ამ ბეჭედს თითიდან. მიპასუხე, გთხოვ, მიპასუხე. გამომართვე, ამის დრო მოვიდა, იცი რაც უნდა გააკეთო. სრულ მოწმე მომამზადე, ეს საქმე მზად არის ბატონო ვურალ. აზის დღეს მშვიდად არ უნდა ეძინო საწოლში. კარგი ბატონო ვურალ. რა შეე საქმე? ბატონო ვურალ სასტრაფოა, რაღაც მაწუხებს. ნამდვილად ვიცით რომ ეს აზის ტოპრაკმა გააკეთა. არ ვიცი, მაგრამ იმის გამო რაც დღემდე აქვს გაკეთებული იმსახურებს იმას რომ ციხეში ჩაჯდეს.
ჯერ ამით დავტკბები. ნამდვილად თუ არის აზიზ ტოპრაკი მკვლელი, ამას გავარკვევ. სეფერ, იმას ხომ აგვარებ, რაც დაგავალე. კი, ბატონო ვურალ. დაცვის კომპანიას ველაპარაკე. ცდილობენ იმ ღამის ჩანაწერების აღდგენას. კარგი, იჩქარონ. მიდი, თუ საჭირო იქნება უყარაულო ნიქაურობას. პასუხს მოვთხოვ იმას, ვინც ჩემს დას მოკლას უპირებდა. კარგი, ბატონო ვურალ. კარგი ჰაზა. შენი ყოველივე გადადგმული ნაბიჯი ჩემთან დაგაახლოვებს. დასალევს მოგიდა. მომეტანე. ძლიერი. მე მეუბნება არჩეერიო. ეს შენ არჩეერიო. ყველა ცხოვრებაში ცხვირს ყოფს. ყველგან. მოდი აქ. შენ ვინ ხარ ასეთი? გადაწყვეტილებას რომ იღებ, ვის და როდის გაყვება ცოლად ირმაკი? თუ უნდა დღეს, თუ უნდა ხვალ დაქორწინდება. ეს შენ უნდა გითხოს ბატონო ვურალ. როდის? როდის ქორწინდებიან? მალე. სასტრაფო ქორწილია. მე ახლავე მოვალ.
შვილო, რა მოხდა შვილო? კარგია რომ მოხვედი, შენზე ვლაპარაკობდით. შენთვის კარგი ამბები გვაქვს. გირეკავდით, რატომ არ პასუხობდით? არ გვესმოდა შვილო. ალბათ ტელეფონი დამრჩა სადმე. კარგია რომ ვერ გავიგეთ, იმიტომ რომ აქ მოხვედი. ახლა გავერთიანდით. დედა შენმა ჩემს ცხოვრებაში პირველად ჩემს სიბნელეში ცეცხლიანთო. რომ გნახავდი მე მინდოდა შენთვის ამის თქმა. როცა განთავისუფლდები და ამ ბორკილებს მოიშორებ, ერთი დიდი ოჯახი გავხდებით. შვილო, მოდი დაჯექი, დამშვიდდი. თუ გინდა დღეს ღამეს ჩვენთან დარჩი. სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ. რა მოხდა შვილო? წადით, გაიქეცით, აქ ნუ დგახართ. რას ამბობ შვილო, რატომ უნდა წავიდე? მოგძადით. კენან, რა მოხდა? აზალ? აქ რა ხდება? აზალ, რამე მოხდა? რა მოხდა? ციხეში ჩაგვსვამენ. თხოვთ, ნუ დგახართ, გაიქეცით. რას ამბობ აზალ? ვინ ვის ჩასვამს ციხეში? ქალბატონი ჯენანის მკვლელობაში შენს წინააღმდეგ მტკიცებულებები არსებობს. მალე პოლიცია მოვა და წაგიყვანს. გთხოვ დედა, გაიქეცით, წადით. რა მტკიცებულებები შვილო, რა პოლიცია? შვილო, რას ამბობ? აზალ, რაზე ლაპარაკობ? ეს აზის ტოპრაკის სახლია? კი, რა მოხდა ბატონო პოლიციელო, რამე პრობლემაა? ძმაო. გამარჯობა. შენ ხარ აზის ტოპრაკი? მე ვარ. ისმენთ. განყოფილებაში უნდა გამოყვეთ. რა მოხდა? რა დანაშაული ჩავიდინე? თქვენ ბრალი გედებათ ჯანან დემიროღლუს მკვლელობაში. რა? ეს შეუძლებელია. შეცდომას უშვებ. შეცდომას უშვებ. ახლა უდანაშაულო კაცი მიყავთ. ნუ ვართულებ, ჩვენ სამსახურს ვასრულებთ. არა, გაუშვით. აზიზ, მეც შენთან ერთად წამოვა. ჩემზე არ იდარდოთ. მალე დავბრუნდები. რა საკეთებთ? გაუშვით, თუ ღმერთი გწამთ, სინდისი საერთოდ არ გაგაჩნიათ? კარგი, მელეკ, კარგი. აზიზ. მამა. შვილო. ჩემო ძვირფასო შვილო. მიდი. აზიზ. დედა, ნუ ნერვიულობ, დამშვიდი. ეს გაუგებრობაა, ყველაფერს მოვაგვარებთ. დავბრუნდებით, კარგი? დამშვიდით, არ ინერვიულოთ. ისმენთ. სინან, სათხარ. გუშინ სახლში რომ არ მოხვედი? მაგდას ვერ მოხდი რომ უნდა გაგეფრთხილებინე. ერთი წუთი დამშვიდე. ვიცი, გუშინ ძმაზე გაბრაზებული ვიყავი. ბევრი დავლია. ასეთ მდგომარეობაში არ მინდოდა სახლში მისვლა. სათხარ, ღამე სად გაათენე? მერთან წავედი, მასთან დავრჩი ღამე. სინან, სათხარ. მერთან მეთქი, ხომ გითხარი? კარგი. ასე იყოს. მერთი მომიკითხე. გოსტუმროს. დიდი ხანია არ მინახავს. კარგი, ვეტყვი, რა თქმა უნდა. ჩემს პირდაპირ დგას. კარგი. სახლში მოდივარ, შეხვედრამდე. ისევ შევხვდით აზის ტოპრაკ. მაგრამ ამ ჯერზე შენი ხარ, მე აქ. რაღაც უნდა ვაღიარო, იქ ყოფნა უფრო გიხდება. მითხარი რა გინდა დემიროღლუ, ნუ წელავ.
რატომ? რამე შეხვედრა გაქვს? აქ არავის არ უშვებენ, მაგრამ მე მითხრეს, რამდენი ხანიც გინდა იმდენი დარჩიო. სამწუხაროა, შენები ახლა ძალიან ნერვიულობენ ალბათ. აქედან გამოვალ და უფლებას არ მოგცენ, ჩემს ოჯახში ეხო, შვილსაც წამოვიყვან. ანუ ისევ მოიტაცებ? რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ მოიტაცე. მაინც ჩემთან დაბრუნდება ეს დაიმახსოვრე აზიზ, აზალს ვერ ამიწამართმევს. გარდა ამისა, აქედან გასვლის იმედი ნუ გექნება. პასუხს აგებ იმაზე, რაც დედა ჩემს გაუკეთე. ალბათონ ჯანას არ შევხები ვარ. მე მხოლოდ შენთან მაქვს საქმე. შენ ჩემი დაწამართვი. ამაზე პასუხს აგებ. არ ვფიქრო, რომ ეს საკითხი დახურულია. მართლა ვფიქრობ, რომ აქედან გასვლა შეძლებ. ეს საკითხი აღარასდროს აღარ გაიხსნება. სიკვდილამდე იქ დარჩები, მე კი აქ. აქ ჩალპები და მოკვდები. საყვარელი ადამიანებისგან შორს. რა მოხდა დემიროღლუ? ასე მშვიდად რატომ ხარ? ცოტა ხნის წინ გენაღამთლიანი დედამიწა დაწვი. ეს მე თუ გავაკეთე. ასეთი მშვიდი რატომ ხარ? ისევ რატომ არ მახსოვ? არი ნერვიულო, თავის დროზე ესეც მოხდება. Hoş geldin. გამარჯობა. Ya ben çok heyecanlıyım. ძალიან ნერვიულობ. Ne oldu? რა მოხდა? Ne bu halin? ასეთ მდგომარეობაში რატომ ხარ? დილამდე განყოფილებაში ვიყავი. ძმა აზიზი დააკავეს. დედა შენი სამკვლელობაში სდებენ ბრალს. Nasıl yani? როგორ? O mu yapmış annem? მან მოკლა დედა. დამშვიდდი. O yapmaz. ამას არ იზამდა. Eminim. დარწმუნებული ვარ, მე მას ვიცნობ. ვიცი ეს რაღაც გაუგებრობაა, მაგრამ მოვაგვარებ, არ ინერვიულო. O mu kıydı annem? მან მოკლა დედა. წამოდი დავსხდეთ, წამოდი. მისმინე. Birisi ona saldırdı. სანამ არ შეეხებიან ძმა აზიზი არავის არაფერს არ დაუშავებს. მე მას ვიცნობ. Biliyorum. ვიცი. Herkes gibi onu როგორც ყველას, მასაც აქვს დაშვებული შეცდომები, Ama bir cana asla მაგრამ kıymaz. ადამიანს არასდროს არ Merak მოკლავს. etme. Bak eğer ona არ güvenmiyorsan ინერვიულო, sözüne güven. მისმინე, მას თუ არ ენდობი მე დამიჯერე. შენი მჯერა. Ama ben bugün nasıl იცი დღევანდელი დღე როგორ წარმომერგინა. Annem her anımda yanımda დედა olacak. ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებოდა. Ben evet derken ღიმილი bana ჩემომხედავდა, gülümseyecek. როცა კის ვიტყოდი. Şimdi şu halimize bak. შემოვხედე. Nikahımızı böyle mi hatırlıyorsun? ჩვენი ქორწილი როგორ უნდა გავიხსენოთ? Bakın მისმინე, evleneceğimiz არც მე არ მინდოდა ჩვენი ქორწინების დღეს ასე მოსვლა და ამის თქმა, მაგრამ Ama benim şimdi hiç ჩემთვის ეს ადვილი არ არის. ქენან, Ben seninle რომ tanıştığımdan გაგიცანი beri იმ bunu მომენტიდან bekliyorum. ველოდებოდი ამ დღეს. Bu an için yaşıyorum. ამ დღისთვის ცოცხლობ. Ama bugün doğru მაგრამ არ günü ვიცი bilmiyorum. სწორი დრო ავრჩიეთ ამისთვის. Yani baksana. შეხედე. Madem birbirimizi ერთმანეთი თუ seviyoruz, გვიყვარს, o zaman daha fazla ოდინს beklememiz აზრი არ lazım. აქვს. Bundan sonra buradan ამიერიდან çıkınca აქედან რომ acımızda გავალთ, ბედნიერებას და მწუხარებას ortak გავეყოფთ. olsun. Tamam mı? კარგი? Hadi. აზიზ. აზიზ, ჩემი გესმის?
გეფიცები შენზე არასდროს არ ვიტყვი უარს. მელეკ. მელეკ. აზიზ აქ ვარ. აქ ვარ აზიზ. ყველაფერი მოგვარდება. ეს ყველაფერი ჩაივლის აზიზ. ყოველთვის შენთან ვარ აზიზ. ყოველთვის შენთან ვიქნები. მელეკ. გეფიცები ეს არ ჩამიდენია. გეფიცები უდანაშაულო ვარ მელეკ. გამელოდე მელეკ. დაგელოდები. დაგელოდები აზიზ. ძმა აზიზ ეს როგორ უნდა გაეკეთებინა? არ მესმის. ტერიც რომ იყოს. როგორ უნდა მოეკლა ქალბატონი ჯანანი? არა და ურალი მეგონა საშიში. ჰაზალ, კარგად ხარ? რამე შეგემთხვა? მას არაფერი ჩაუდენია. ჩემი ხელებით გავუშვი ციხეში. რას ამბობ? ეს რატომ გააკეთე? იძულებული ვიყავი. რას ნიშნავს იძულებული იყავი? ეს როგორ გააკეთე თუ იცოდი რომ ადამიანი უდანაშაულოა? მიპასუხე ჰაზალ. ნამდვილი მკვლელი გარეთ დადის. ამას როგორ ეგუები? მან მაიძულა. ვინ? ვინ გაიძულა ამის გაკეთება? ვურალმა. არჩევანის გაკეთება მაიძულა. მან მითხრა რომ მტკიცებულება აქვს. აზიზის და ქენანის დადანაშაულება შემიძლიაო. ასეთი არჩევანის წინაშე როგორ დაგაყენა? მათი უთანხმოების შესახებ ვიცი, მაგრამ შენ რატომ ჩაგრია ამ საქმეში? იმიტომ რომ ის მამა ჩემია. ცოტა ხნის უკან შევხვდით ერთმანეთს. მე არ ვიცოდი ჰაზალ. დახმარება რატომ არ სთხოვე ვინმეს? ის რატომ აირჩიე? ქენას ვერ ავირჩევდი. იმის მაგივრად რომ მამა გადაგერჩინა? ირმა კი ძალიან ნევად არის. ქენანთან დაშორებას ვერ გადაიტანს. გარდა ამისა ვიცოდი რომ მალე დაქორწინდებოდნენ. ირმა კი წყენინება არ გინდოდა და ამიტომაც მამა ჩააგდა ცეცხლში. არ მინდოდა ქენანი რომ ჩამეგდო საშინო მდგომარეობაში. რამდენი ხანი იცნობ ქენანს? რატომ იცავ მას ჰაზალ? თუ რამე სხვა არის? რა ხდება? ძალიან გრძელი ამბავია. თუმცა ყველაფერი წარსულში დარჩა. შენი სახლაც გიყვარს. რომ თქვა ყველაფერი წარსულშიაო, შენი თვალები საპირისპიროს ამბობენ. ირმა გდემიროღლუ, თანახმახართ გახდეთ ქენან ჩელების მეუღლე? დიახ. ბოლო ამას უთქვამდე.
ქენან ჩელები. თანახმახართ გახდეთ ირმაკ დემიროღლუს მეუღლე? ისმენე. ხორცელი იქნება. ბეჭედს გავიკეთებთ და ოჯახს შევქმნით. სასიყვარულო ფიცს სიტყვები არ სჭირდება. ყოველივე ამოსუნთქვისას ამ ცხოვრებაში და ბოლო ამოსუნთქვამდე მხოლოდ შენ მეყვარები. დიახ, თანახმა ვარ. ამის მოწმეები გახდებით. დიახ. კი. უფლებით, რომელიც სტამბულის მმართველობამ მომცა, ცოლ-ქმრად გაცხადებთ. ბედნიერებას გისურვებთ. მადლობა. ქენანმა იცის, რომ გადაარჩინე. იცის, რომ მის გამო მამა გაწირე. არავინ არ იცის. ამას ვერავის ვერ ვეტყვი. ქენანს უთხარი. ის შენს გვერდით იქნება, დაგეხმარება ჰაზალ. შენი აზრით ამაზე არ მეფიქრია? დედისგან, მამისგან, ქენანისგან რაღაცის დამალვა არ თქმა ძალიან რთულია. უთხარი, იცოდნენ. არ შემიძლია. შენ კარგად იცნობ ურალს. ყველაფერზეა წამსვლელი. მათ ზიანს მიაყენებს. რას აპირებ? სადაც არ უნდა წავიდე, ჩემს წინ თითქოს კედელი დგას ყოველთვის. საყვარელი ადამიანების დაცვას რომ ვცდილობ, ურალი ამით სარგებლობს. დახმარება თუ დაგჭირდება, ყოველთვის შენს გვერდით ვარ. ეს არ დაგავიწყდეს. მადლობა. მაგრამ მამა უნდა გადავარჩინო. ამას თუ ვერ ვიზამ, ჩემს თავს არ ვაპატიებ. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მამა შენის გადარჩენა შეუძლია, ქენანია. დაელაპარაკე. ის გამოსავალს იპოვის. ახლა ცოლ-ქმარნი ვართ. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. შიგნით კი ნაღამგული წამივიდა. უმრობის გარეშე დამღლელი დილა იყო. სჯობს ცოტა დაიძინო და ისვენა. რა თქმა უნდა, ქმარუკა. საღამოს მაინც ერთად ვიქნებით. უბრალოდ შენთან ერთით ხოვნა მაქვს. სასახლეში აღარ ვიცხოვრობ. შენი ძმის ასეთი რეაგირების შემდეგ იქ ვერ ვიცხოვრობ. ჩემი სახლი და ჩემი ცხოვრება მოშორებით იყოს. კარგი? კარგი. როგორც გინდა. მე მხოლოდ შენთან ერთად მინდა ყოფნა, მნიშვნელობა არ აქვს. მადლობა გაგებისთვის. საღამოს შენს წასაყვანად მოვალ. რომ მიხვალ მომწერე, კარგი? მიდი. სადმე დიხარ? წავალ, ქენას ნახავ და ყველაფერს მოუყვები. არჩევანის წინაშე რომ დამაყენე და მაიძულა მამა და მე დანაშაულებინე. დღეს ეს საქმე დასრულდება. გისმენ. ქენან, სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა.com-ი. გახმოვანებული აჭარა.com-ის მიერ. ერთხელ ვინც წავიდა, მეორედაც წავა. გახსოვს ეს რომ გითხარი? საიდან გაიგე აქ რომ ვართ ჰალილ? მელექს უთვალთვალებდი. იმ ქალმა მითხრა სახლში რომ არის. მელექ, ჩემთან წამოდი. რომელ სახლზე ლაპარაკო?
რას ბოდავ? იმ კაცს დაელოდები? შენ ეგ მარი შენს წინაშე დგავარ. განყოფილების კარებთან უნდა დაიძინო, ეს შეგეფერება? ჭკუა არასდროს არ მოგემატება, ჰალილ. ჭკუა და გონება ადგილზე მაქვს. ეს ჯობს მელექს კითხო. დეიდა გთხოვ. აქედან გაიყვანე. მისი დანახვა არ მინდა. ასე არა მელექ. იმ მკვლელის გამო მზად ხარ განყოფილების კარებთან დაიძინო. საკმარისია. გეყოფა. მკვლელი არ არის. აზიზი მკვლელი არ არის. ეს სიტყვა აღარ გამოიყენო. მით უმეტეს. ჯობს მის კარებთან დავიძინო, ვიდრე შენს გვერდით. ჰალილ. წამოდი. ჰალილ, მოდი. მეწოდები. მეწოდები. წამოდი, მიდი. წადი თუ ღმერთი გწამს იარე. გისმენ. სულუკა, კითხავდი სადა ხარ მეთქი, მაგრამ ვიცი სადაც ხარ. რა გინდა ვურავ? უკან გაიხედე და შეხედე ადამიანს, რომელსაც ახლა უნდა შეხვდე. კარგი, არაფერი არ ქნა. არ ინერვიულო, არაფერს არ ვიზამ, მაგრამ თუ ყურადღებით არ იქნები იმ საკითხთან დაკავშირებით, ქენას რაზეც უნდა ელაპარაკო, ან თუ უცბად თაობრად დაგეხვევა და რომელიმე ოჯახურ საიდუმლოს გაანდობ. არ ქნა, გთხოვ, არაფერი არ ქნა. მაშინ შავხრელში ჩავარდება. იმედი მაქვს ყველაფერი გაიგე. კარგი, სიტყვას გაძლევ. არაფერს არ ვიზამ და არ ვეტყვი, კპირდები, გთხოვ, არაფერი არ ქნა. აზალ, სად მიდიხარ? ვერ დამინახე? ვერა. ვერ დაგინახე. ქენან მოგვიანებით ვილაპარაკოთ. მოგვიანებით რატომ? შენ ხომ დამიძახე? კარგად ხარ? რამე მოხდა? ქენან მე. ქენან მე. რა შენ? მითხარი, რამე მოხდა? აზალ, მითხარი. აზალ, კარგად ხარ? აზალ, რა ხდება? მითხარი, თუ ღმერთი გწამს. არა, არაფერი. უბრალოდ მამაზე ნერვიულობ. მამაზე ნერვიულობ? ამისთვის დამიძახე? არ მომიახლოვდე. რა დაყვირებს, აზალ, გაგიჟდი? მითხარი, სასრაფო არისო და მეც მოვედი. ჯერ დამეძახე და მერე მეუბნები არ მომიახლოვდეო. რას ნიშნავს არ მომიახლოვდე? არ მომიახლოვდე, თავი შორს დაიჭირე ჩემგან, არ მომიახლოვდე. რას ნიშნავს არ მომიახლოვდე? სად მედიხარ, აზალ? აზალ, კარგად ხარ? აზალ, შენ გეკითხები? მაპატია. შემეშინდა, რაღაც მომენტში შემეშინდა. მამა რომ დავინახე გუშინ ასეთ მდგომარეობაში, გონება დამიბნელდა. ახლა ხომ კარგად ხარ? კარგად ვარ, ქენან, უნდა წავიდე. რას ნიშნავს უნდა წავიდე? შენ თვითონ დამიძახე, აზალ. რას ამბობ? ქენან, თავს გაუფრთხილდი, კარგი? მისმინე, ეს ილდირი არ არის, არავის არ ენდო. არავისი არ მეშინია, ჩემზე არ იდარდო. ჩემი ხათრით. გთხოვ.
ქალბატონო ჰაზალ, ბატონი ვურალი გელოდებათ. Ahmet. Ne oldu? რა მოხდა? Çok acil dedin önemli სასწრაფო არ ისო მითხარი, რამე მნიშვნელოვანია? რამე მნიშვნელოვანია? ძმა აზიზი დააკავეს. შენი აზრით მნიშვნელოვანი არაფერია? Tamam. კარგი, დამშვიდი. Sakin ol. წამოდი ჯერ სადმე დავსხდეთ. Sakin mi olayım? შვიდად ვიყო? Hiçbir şey olmamış gibi. ისე დავჯდა თითქოს არაფერი მომხდარა. Hayır. არა. Gidip polise პოლიციაში წავა, ყველაფერს ვიტყვი რაც ვიცი. bizim yüzümüzden. ჩვენს გამო უდანაშაულო ადამიანი დააკავეს, ციხეში წაიყვანეს. Haklısın. მართალი ხარ. Ben de çok üzüldüm. მე ძალიან მეწყინა. Ama მაგრამ ellerinde sadece ერთადერთი მტკიცებულებით ვერ დააკავებენ. ძალიან მალე გამოუშვებენ. Yakında çıkarırlar. დარწმუნებული ვარ. Eminim. გამოუშვებენ. Onu çıkarırlar. და მე Ama ციხეში რომ წამიყვანან, ya beni içeri მაშინ alırlar. ჩვენ ერთად O zaman biz აღარასდროს აღარ ვიქნებით. hayatta olamaz. Biz mi? ჩვენ Evet. ხო, Biz ჩვენ bugünleri ამ ყველაფერს თუ atlatabilirsek გადავლახავთ, ileride bir hayat შეიძლება ახალი ცხოვრება ავაშენოთ ერთად. Nasıl unutacağız? რაც მოხდა იმას როგორ დავივიწყებთ. Ahmet, აჰმედ, bak მისმინე. ben bugün biraz დღეს ცოტა ვიფიქრე. bu hayata ერთადერთი ხარ, ვინც ცხოვრების იმედს მაძლევს. bana mutlu იმ olduğum დროს მახსენებ, zamanları, ბავშვობაში ბედნიერი რომ çocukluğumu ვიყავი. hatırlatıyorsun. გავემგზავროთ აქედან. Gidelim buralardan. ამ საშინელებისგან და ყველასგან შორს წავიდეთ. Herkesten, bütün bu არ ვიცი, karmaşadan uzak bir yere. ილდირის მსგავსი ადგილი იყოს. Ne bileyim böyle ყველაფერი uzak bir yer დავივიწყოთ. olsun. Her şeyi sil baştan başlayalım. თავიდან დავიწყოთ. Ne dersin? რა სიტყვი? Unutalım bütün bu olayı. ყველაფერი დავივიწყოთ, რაც მოხდა. Yapabilir miyiz? შევძლებთ. Böyle çok uzak. შორს ყველაფრისგან, ახლიდან Her დაწყებას. şey yeniden შევძლებთ. başlayabilir miyiz? Eğer sen ჩემს yanımda გვერდით თუ olursan იქნები, yaparız. შევძლებთ. Hoş geldin მობრძანდი ჩემო ცხოვრებამ. ან ახლა უკან წამიყვან. ან ზღვაში გადავხტები. მოიცა, ჯერ დამშვიდდეთ. მით უმეტეს როცა გაიგებრი სიტყვას მინდა შენს დამშვიდდები. დარწმუნებული იყავი ამაში. რისი თქმა გინდა, მაშინ ახლავე მითხარი. იცი ძალიან ლამაზი ხარ. ახალგაზრდა. შენ მიყვარდი ჰაზალ. ვიცი ლამაზად არ გამოვიდა, მაგრამ რო იცოდი რა გადავიტანე, შენ გამიგებდი. მინდა რომ ჩემი გახდე, მინდა ვიქორწინოთ. Merak etme açalım. არ ინერვიულო, ზღვაში არ გავალთ.
Neden getirdin? აქ რისთვის მომიყვანე? Bugün yaptıklarını საკმარისი yetmedi. არ იყო, რაც დღეს გააკეთე. Biz seninle evliyiz. ჩვენ დაქორწინებულები ვართ. Yani sen ხომ benim ასეა? karımsın. ანუ შენ ჩემი ცოლი ხარ, მე შენი ქმარი. Ne istiyorsun benden? რა გინდა ჩემგან ბურავ? Gerçek bir evlilik. ნამდვილი ქორწინება მინდა. Ne demek bu şimdi? ეს რას ნიშნავს? Kadının kocası. ცოლი კოცნით რომ აცილებდეს ქმარს სამსახურში. ცოლი თავის ხელებით რომ უმზადებდეს ქმარს საჭმელს. აი ასეთი ქორწინება მინდა. გინდა რომ მე ვაკეთებდე ამ ყველაფერს? Sen değil. მხოლოდ შენ არა, მეც ვაკეთებ ყველაფერს. Mesela gün ortasında. მაგალითად მოულოდნელ სიურპრიზებს გაგიკეთებ. pat diye arayacağım. უეცრად დაგირეკავ და ვახშამზე Ya da წაგიყვან. ne bileyim bir ან არ dergide ვიცი, işaret ჩანთას edilmiş გიყიდი, çantayı alacağım. რომელზეც მანიშნა. Sevdiğim kadınla როცა gerçek ჟურნალში bir evlilik დაინახე, istiyorum. ნამდვილი ქორწინება მინდა. Olmayacak. ეს არ მოხდება. მსგავსი არაფერი არ იქნება. Ben seninle იცი შენ გამაგებინე რომ მეორე შანსი არსებობს. her şey bitmiş. როცა ყველაფერი დამთავრდა შენ შემხვდი. წარსული წარსულში დავმარხე, ამერიდან მხოლოდ შენ ხარ. Benim de seni sevmemi mi bekliyorsun? იმის იმედი გაქვს რომ შემეყვარდები. ეს როგორ უნდა გავაკეთო? როგორ დავივიწყო ის რაც დამიშავე? იცი სიყვარულს ვერ დაგაძალებ, მაგრამ Ama rol yapma. შეგიძლია ნამდვილი შანსი მომცე, როლების და თამაშის გარეშე. შემეჩვევი. Gerçekten denediğinde როცა zaman ნამდვილად შეეცდები, შემეჩვევი. kendine itiraf ჩემთან edemezsen ერთად bile ბედნიერი mutlu იქნები, მიუხედავად იმისა, რომ ამას შენს თავად აღიარებ. Şimdi sen de ახლა კი geçmiş. შენ, შენი წარსული გეუში, სადაც საჭიროა. Nereden buldun bunu? ეს სად იპოვე? Hangi hakla aldın? რა უფლებით აიღე? როცა გავიგე შენთვის რას ნიშნავს ეს ნივთი, მეც გავბრაზდი. Affet ama daha yeni აპატი ახალი ნაყიდია რა. ახლა აგიხსნი, რატომად დაგიძახე აქ. იმიტომ რომ ყველაფერი აქ დაიწყო და დღეს აქ ისევ ამ ახალ ბედს დავწერთ. Şimdi her şey დრო ახალი გვერდი გავხსნათ და წარსული უკან დავტოვოთ. დღეს ჩვენი ქორწინების პირველი დღეა. ან გლოვის დღე. ეს დაიმახსოვრე. ya da mahşer günü. Yeter ya. საკმარისია. საკმარისია რაც წამართვი უკვე. Şimdi sana son ახლა საბოლოოდ გეკითხები. geçmişimizin ჩვენი წარსული წყევლა გახდება თუ ჩვენი მომავალი გახდება. ჩვენი მეორე შანსი. შეხედე. არავინ არ გიჭერს. შეგიძლია წახვიდე. Her şey senin elinde. ყველაფერი შენს ხელშია. Ya ona ait ან olmayan იქ გაუშვებ, სადაც საჭიროა. ya da ailen ve ან Kenan. შენი ოჯახი და კენანი. Tamam. კარგი, Ama bana zaman ver. მაგრამ დრო Bugün მომეცი. değil, şimdi. დღეს არა, ახლა არა. ახლავე. არ შემიძლია. ან ახლა ან არასდროს. გეყოფა, კარგი, მოკეტე, გეყოფა.